ეს ვითარება რაც იყო ზემო სვანეთში, ვთქვათ მესტიაში, მესტიის რაიონში, ყველამ იცოდა უკვე მრავალი წლის განმავლობაში შევარდნაძის დროსაც და ნუ ჩვენს ვითარებაშიც უკვე სხვა ხელისუფლებაა დავიწყეთ ბრძოლა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მეტნაკლებად რაღაცა წესრიგში მოდის, წყობში მოდის სახელმწიფო ინსტიტუციები და სვანეთში ვიდრე ეს ზუგდიდიდან მიდიხარ მესტიისკენ აი გზაზე, მიმავალ გზაზე, ნუ გზაც პირობითად ერქვა და რა იყო ეს ყველას კარგად ახსოვს, განსაკუთრებით მესტიის რაიონის მაცხოვრებლებს. არის სოფელი ეცერი, რომელშიც აი ეს ბანდის ასე ვთქვათ წევრები ცხოვრობდნენ, ესეთი სოფელია, რომელიც ძირითად გზაზე ესე ჩამოდის. თვითონ სოფლის გზა აუყვება ამ ხეობას, რომელიც ზემოთ ადის და აი ეს ბანდა, ეს ოჯახის წარმომადგენლები, მამაკაცები ვინც იყვნენ, სულ ყველანი იყვნენ ამ ბანდაში. სხვადასხვა 4 იყვნენ ოჯახის წევრები და ერთი იყო მათი მონა, ეთნიკური რუსი, გვარად მურავიოვი, რომელიც ასევე ამ ბანდის წევრი იყო, რომელიც ეს ბანდა ესე იყო ჩვეულებრივად აკონტროლებდა აი ამ გზას, როცა უნდათ ჩამოვიდოდნენ, სადაც უნდათ წავიდოდნენ, უკვე ხა 5 კაცი შეიარაღებული, უკვე საკმაოდ სერიოზული და თავზახელაღებული სერიოზული ძალაა, ორგანიზებული ძალაა, მით უმეტეს როცა თავზე გაქვს ხელი აღებული და ადამიანის სიკვდილი და მოკლა შენთვის არაფერი არ არის, უკვე იქ რა თქმა უნდა 10 მაგათ სახიფათო ხდება ასეთი ძალა ყველასათვის, მათ შორის პოლიციისთვის, რომ მათ ვერავინ ვერ ეკარებოდა და როცა უნდათ გამოვლელებს ყველას აყაჩაღებდნენ, ჩაულებრივი ამბავი იყო, უფრო მეტიც ადამიანებს დაატერორებდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ ვიღაცამ გაიარა, სტუმარი აიყვანა და ამათ ხარკი არ გადაუხადა. ჩაულებრივი ამბავი იყო, ადამიანები ჩაულებრივად დატერორება, მანქანების წართმევა ისეთ დონეზე იყვნენ, რომ აქამდე არ ვიცოდი ამას წინ აი ამ ღალატის კომისიაზე წულუკიანმა რო წარმოაჩინა ეს ამ ოჯახის წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებსაც შეეშინდათ ძალიან და თავიანთ ემოციებს ყვებოდნენ, რომელზედაც წულუკიანი ამავდროულად ყვებოდა, რომ თითქოს პოლიციამ ამოხოცა ეს ხალხი. თან ამოხოცა, თან კომისიაზე ყავდა დაბარებული და ამბობდნენ აი ეს ბანდა ჩაულებრივად მოქმედებდა და ატერორებდა პოლიციასაც კი, პოლიციის შენობა დაწვეს ორჯერ და ისეთები იყვნენ, რომ იმას ვამბობდი, რომ აზრი გამიწყდა, რომ ბევრმა ადამიანმა მოყვა აი ამ კომისიაზე ამ ბანდის სასტიკი მკვლელების ბანდის მამავრამის ბატკნებად წარმოჩენის მცდელობის გამო ბევრმა ადამიანმა მოყვა თავისი ოჯახური ტრაგედიები, ის ტრაგედიები, რომელიც მანამდე არ ქონდათ ესე საჯაროდ მოყოლილი, ხო, აი როგორ მოუკლეს მამა, ძმა, ბიძა, როგორ დააყაჩაღეს, დაატერორეს მათი ოჯახი, გაუპატიურება და დაყაჩაღება. ერთ-ერთი იყო, რომელმაც დამირეკა ეხლა ყველასთვის კარგად ცნობილი მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც მითხრა, რომ კუმურდოსა და ახალქალაქის და კარის ეპარქიის წინამძღოლი, რომელმაც მითხრა, რომ გიორგი, შენ ვერ წარმოიდგენ, მე რა გადამხდა თავსო, ჯერ კიდევ 93 წელს ვიყავიო ჩეულებრივი ბერ მონაზონიო, 3 ვიყავითო ასე ვთქვათ სასულიერო პირები, დაგხვდნენო ეს ავაზაკებიო და დაგვაყაჩაღეს, მკინაღამ ჩვენს დაგხოცეს, მანქანა წაგვართვესო და თუ დაგჭირდა, თქვი უთხარი ეგ ხალხსო, ასე ვთქვათ, რომ ხალხმა იცოდეს ვინ არიან ესე, იმიტომ რომ წულუკიანი ის და ეს ბანდა რუსული პროპაგანდით იმას ცდილობენ, ეთქვას, რომ მარტო ერთი ადამიანი იყო იქ, ასე ვთქვათ, შეიძლება კითხვის ნიშანი რო გქონდეს, ამას წინ უყურე წულუკიანის ინტერვიუს საზოგადოებრივ არხზე, რომ მარტო ერთზე შეიძლება კითხვის ნიშანი ყოფილიყო, დანარჩენი ყველანიო ჩვეულებრივი პატიოსანი, ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენო, კაცო, რაზე ლაპარაკიო, ხო? კი, მართლა ამას ამბობს, ხო და იქო ის იმ ერთი ადამიანის დაჭერაო პოლიციას ადვილად შეეძლო, იმიტომ რომ დადიოდაო და დანარჩენები თითქოს არაფერი იმ ერთ ადამიანს რო დაიჭერდა პოლიცია, დანარჩენები თითქოს არაფერს არ გააკეთებდნენ. და საქმეც მაგაშია, რომ აი ამ
ვითომ მაგრამ სინამდვილეში მართლაც დეტალებში არის ძაღლის თავი ხო დამარხული ხო მართლაც პოლიციამ რატო ჩაატარა ოპერაცია რომ ყველა ერთად რატო უნდა აეყვანა და რატო არ შეიძლება ცალსაკე თქვა ჯერ ერთი აეყვანა ან ორი აეყვანა პოლიციას ან სამი აეყვანა ხო იმიტომ რომ ცალსაკე როგორც კი ვიღაცას ერთ-ორს ან ორს დააპატიმრებდა პოლიცია დანარჩენები რას გააკეთებდნენ არავინ არ იცის უпростоრად ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა რომ ვიღაც მაგათ მძევალი აეყვანათ მე გამოსასყიდი ეთხოვათ გაცულა მოეთხოვათ და უბედურება და დატრიალებული იყო ეს ყველაფერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ხო რომ ამ ყველაფერზე იფიქროს ეს ყველაფერი გააანალიზოს და გააკეთოს ისე რომ რაღაცას ერთ საქმეს რო აკეთებს მეორე არ გააფუჭოს ხო ელემენტარული ამბავია ამიტომ მარტო მე ხო არ მივიღებდი ამ ასე ვთქვათ გადაწყვეტილებას ოპერაციასთან დაკავშირებით მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბი არის და ქვედანაყოფები რა ვიცი ერთი დეპარტამენტი მეორე მესამე მეუღლე მეათე რა ვიცი უამრავი ანალიტიკური სამსახური რომ როგორ არის ყველაზე უფრო მეტად მიზანშეწონილი რომ ეს ბანდა ისე იქნეს დაკავებული რომ ადამიანებს მათ შორის მათ და არც არავის სხვას მით უმეტეს რიგით მოქალაქეს ზიანი არ მიადგეს ამიტომ ერთადერთი რეალისტური გამოსავალი ასე ვთქვათ გამოიკვეთა რომ უნდა ჩატარდეს დიდი სპეცოპერაცია იმ მომენტში როდესაც ესენი მთელი ამ ბანდის წევრები არიან ერთ ადგილას და ძირითადად ესენი ერთ ადგილას იმყოფებოდნენ ყოველთვის თავის სახლში რომელიც სოფელ ეცერის ბოლოში ზემოთ მთაში მდებარეობს ხოდაშორის მოშორებით ისტორიული ძეგლებიდან და კოშკებიდან იმიტომ რომ ესეც გავრცელდა რომ თითქოს იქ კოშკები დაზიანდა და ამათ თითქოს თავიანთი კოშკი ჰქონდათ არანაირი საგვარეულო კოშკი ამათ არ ჰქონდათ უბრალოდ ისტორიული მნიშვნელობის კოშკები ეზოს მისი რა ქვია სოფლის ცენტრშია ცენტრისკენ მართლა უნიკალური სვანური კოშკებია და ესენი ცხოვრობენ სოფლის ბოლოში თავში ყველაზე უკიდურეს ადგილას ყველაზე მაღლა ამიტომ ამ სოფელს აკონტროლებდნენ კიდევაც და ამ სოფელში აკონტროლებდნენ როგორ ისე აკონტროლებდნენ რომ თუ ვინმე გაჭაჭანდებოდა და იმ სოფელში ვინმე იქნებოდა და მათ არ ეტყოდნენ თუ ვინც დაინახავდა იმათ მერეს ჯიდნენ ან ცემდნენ ან ჭრიდნენ ან რაღაცას უბედურებას უშვებოდნენ და აი ასე ყავდათ მთელი სოფელი დატერორებული ანუ ეს სოფელი ყავდათ როგორც თავისი ასე ვთქვათ აი ამ კრიმინალური სისტემის ნაწილად გადახდილი რომ მათთვის ინფორმატორი ყოფილიყო რომ ვინმე უცხოს სოფელში ცხვირი არ შეეყოდა პოლიციელი რო შესულიყო აი რამდენი პოლიციელსაც ისე განსაკუთრებული აი ამ მომზადების გარეშე შეუშვებდით 50 პოლიციელი რო შეგოშო 50 გვამს გამოვიტანდით იქიდან ესე იყვნენ გათავხედებულები ამიტომ დაიგეგმა რომ დიდი რაოდენობით პოლიციის და სპეციალური დანიშნულების რაზმების მონაწილეობით ჩატარებული იყო სპეცოპერაცია რომ მოულოდნელად მომხდარიყო ამ ბანდის აყვანა ისე რომ ამ ბანდას ვერ შეძლებოდა სადღაც გაქცევა ან გვერდზე ოჯახებში გადასვლა და ძევლის აყვანა ან ამ რაიმე ამდაგვარი ისეთი ქმედება რომ რიგით ადამიანებს რაღაცა მოსვლა და რაღაცა დაშავებულიყო ამიტომ მართლა მობილიზაცია გავაკეთეთ ყველა მეტნაკლებად მაინც მწყობში მყოფი ყველა ძალისა და დღეს მეუბნებიან რომ აი რატო იყო ამდენიო უფრო მეტი საშუალება რომ ქონოდა უფრო მეტს გაუშვებდით ამ სპეცოპერაციაზე ანუ განსაკუთრებით ანუ ის ნაწილი რომელიც აი ამ უშუალო ოპერაციის ჩატარებით იყო ვთქვათ ამოცანა ჰქონდათ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ორი სპეცდანიშნულების რაზმი რომელიც მოვათავსეთ 11 ვერტფრენში. მაშინ საქართველოში დაფრინავდა მხოლოდ 11 ვერტფრენი. რო ყოფილიყო 13-ს გაუშვებდით. 15 რო ყოფილიყო 15-ს გაუშვებდით, იმიტომ რაც უფრო დიდი ძალა იქნებოდა, მით უფრო მეტი იყო იმისი შანსი, რომ ისინი ვერაფერს ვერ მოიმოქმედებდნენ, რომ იმათ დააპატიმრებდა პოლიცია და რიგითი ადამიანები არ დაშავდებოდა, იმიტომ რაც უფრო დიდი ძალა იქნებოდა. ამიტომ ასევე დამატებით გარდა ამ სპეცდანიშნულების რაზმისა გაუშვით 500-ზე მეტი პოლიციელი შინაგანი ჯარის, ასე ვთქვათ, ქვედანაყოფი, რომ როგორც მთელი პერიმეტრი სოფლისა ყოფილიყო შემოფარგლული, რომ ესენი არსად არ გაქცეულიყვნენ, ასევე ყველა ოჯახთან ყოფილიყო რამოდენიმე მაინც პოლიციელი, რომ ეს ოჯახები დაეცვა.
რომ ამ ოჯახში არ შევარდნილიყვნენ ეს ბანდიტები და რომ ძევლად არა ეყვანათ, ან ვინმე ვინიცობა და თანამზრახველი არ ყოლოდათ, რომ იქიდან არ ესროლათ პოლიციისთვის. ამიტომ დაცვისა და უსაფრთხოების მიზნისთვის როგორც თელი სოფლის პერიმეტრი უნდა ყოფილიყო შემოფარგლული, ხა წარმოიდგინეთ ამ ხელა არის სოფლის პერიმეტრი, ხო? რომ ვიღაცა არ გაგექცეს იმ ტყეღრეში, რამდენი ადამიანი გჭირდება, რამდენი პოლიციელი გჭირდება და თითოეული მოსახლეც. იმიტომ რომ იმ მაღალი რისკის, აბსოლუტურად რეალისტური მაღალი რისკისგან გამომდინარე, რომ ვიღაცა ძევლად არ აეყვანათ. ამიტომ თითოეული სახლის ასევე დაცული უნდა ყოფილიყო და ბუნებრივია დათვალეთ ახლა რამდენი გამოდის, ხო, პოლიციელენ. კიდევ ერთხელ მეტი რომ ქონოდა საშუალება, რომ აი ვინც ნამდვილად ის გაგზავნასაც აზრი ქონოდა, მეც გავაგზავნიდი და არ ვიცი, ერთ-ერთი პრეტენზია არის, რომ ამდენი პოლიციელი რატო იყო, ანუ მე არ ვიცი რას საყდურობენ როგორც ჩინა განსაკუთრებით მინისტრო, პოლიციელები რატო შევაწუხეთ? ანუ არგუმენტი რა არის, რომ აი რატო იყო ბევრი პოლიციელი, რას ნიშნავს? აი ამიტომ იყო ბევრი პოლიციელი. იმიტომ რომ ხალხი დაგვეცვა და იმიტომ რომ ესენი დაგვეპატიმრებია და ასად არ გაქცეულიყვნენ და ამათ რაღაცა უბედურება არ ჩაედინათ, ვიღაცა არ მოეკლა და რაც უფრო მეტი პოლიციელი იქნებოდა, მით უფრო ძალა მეტი იქნებოდა პოლიციის მხარეს და მით შეიძლება ხო პოლიციაც არ დაშავებულიყო და დანებებულიყვნენ, დაინახავდნენ რომ დიდი რაოდენობით პოლიციელია და მიმხვდარიყვნენ რომ დანებებულიყვნენ და არ ესროლათ. იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მზად იმისთვის რომ ისინი ისროდნენ. იმიტომ რომ ვიცოდით რომ ისინი ამისი მკისრებელი იყვნენ და გამკეთებლები იყვნენ და მსროლელები იყვნენ, მაგრამ რომ ბევრ ძალას დაინახავდნენ, იქნება და აღარ ესროლათ. აი ერთ-ერთი ასევე არგუმენტი ბევრი ძალის არსებობის იყო ის ასევე. და ნუ ეს ჩვენ მე ვანო მერაბიშვილი და ზურადეშვილი ვიყავით კოპიტნარის აეროპორტში, იქ ვიყავით, ჩვენ გავუშვით სპეცრაზმი 11 ვერტმენი და ეს პოლიცია მანამდე იყო, ასე ვთქვათ, იქ გაშვებული. გავუშვით, რომ განხორციელებული იყო ეს სპეცოპერაცია ამ ამოცანით. ისევ კიდევ ვიმეორებ, ძველი ჯერ კიდევ არარეფორმირებული პოლიციით. ოღონდ განსხვავება შევარდნაძის დროინდელ სიტუაციასა და ჩვენ სიტუაციაში შორის იყო ისა, რომ ნება იყო, რომ კრიმინალთან გვებძოლა, იყო ძალა მივეცით პოლიციას, რომ ეს არ იყო, რომ აი წადი შენ თქვათ პოლიციის მესტიის ქვეგანყოფილებამ და მიდი და დააკავე ის მკვლელი, ხო? კიდევ ერთხელ რამდენ პოლიციელსაც იქ გაუშვებდით, იმდენს მოკლუს ჩამოასვამნებით იქიდან. ძალა მივეცით, ორგანიზებული სახე მივეცით ამას ყველაფერს და მივეცით, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა მათ მხარეზეა, ხო, პოლიციელის მხარეზეა, როცა მიდის დამნაშავესთან დასაკავებლად, დამნაშავის ერთადერთი ქმედება არის ხელების აწევა და დანებება. გინდათ სამდე მართალი იყო და მიგაჩნდეს, რომ სამდე მართალია პოლიციელი რომ მოდის და გეუნება რომ უნდა შენს დასაკავებლად მოვედი და კიკითხავს შენს უფლებებს და გეუნება რომ გაკავებ, უნდა ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა არ გაუწიო და რა ქვია, თოფი არ ესროლო, ხო? 2x2 ხო 4-ია, ხო? ეს მათ მხარეზეა კანონი და ასევე ბრძანება, რაც განსხვავებით რაც იყო, რომ ალბათ სხვა პერიოდისგან რომ ეს იყო, რომ გაძლევთ აი ეს ნამდვილად მივეცი ბრძანება და რაზეც პასუხს ვაგებ სპეცრაზმს. გაძლევთ ყველანაირ შესაძლებლობას, ყველანაირ უფლებამოსილებას, ყველანაირ კანონი გაქვთ, მაგრამ იქიდან გამოქცეული არ დაგინახოთ. გესურიან გაქვთ კანონით მონიჭებული უფლებამოსილება, თქვენს იმოქმედოთ კანონის შესაბამისად. და სპეცრაზმა იცის, როცა კრიმინალი ესურის რა უნდა გააკეთოს. ამისთვის არიან ისინი გაწვრთნილები, რომ კრიმინალი როცა ესურის, ამან საპასუხო ცეცხლი ასე ვთქვათ, დაუბრუნოს და იმოქმედოს ისე, რომ ის კრიმინალი ან დააპატიმროს, ან გააუნებელყოს, ხო? ეს არის პოლიციის სპეცრაზმის არსებობის აზრი. ფუნქცია ამისთვის იღებენ ისინი ხელფას, ხო? აი გუთხარი, რომ რისთვისაც თქვენ ხელფას იღებთ, იქიდან შეშინებული, გამოქცეული და კრიმინალის მიერ გამოპანღურებული არ დაგინახოთ. იმიტომ რომ გაქვთ ყველანაირი ძალა, სამწუხაროდ მეტი რომ მქონდეს, მეც მოგცემდით, მაგრამ 2 სპეცდანიშნულების რაზმი 5 კაცის ასაყვანად ნამდვილად საკმარისია. მაგრამ მეტი რო ყოფილიყო, კიდევ ვამბობ, მესამე სპეცდანიშნულების რაზმი რო ყოფილიყო, იმათაც გაუშვებდი. იმიტომ რაც მეტი უკეთესი იქნებოდა. და მოხდა ის, რაც მოხდა ყველა მიცის და ასე რომ არ იყოს,
ვინმეს იქ რომელიმე პოლიციელს რო დანაშაული ჩაედინა 13 წლის განმავლობაში ესენი აი ამ უბრალოდ რუსული ბინძური პიარით კი არ იქნებოდნენ დაკავებული. ყველა დაკავებული იქნებოდა, ვინც რაიმე დანაშაულში იქნებოდა მხოლოდ 13 წელიწადი ამათი პროკურატურა, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს იჭერს და უბრალოდ რაღაცა მიახლოვებულ რაღაცა და პრეზიდენტი სააკაშვილი ყავთ მე-4 წელიწადია, იმიტომ რომ ხარჯები გაწია. კი ის ფაქტი, ხარჯების გაწევის არის. მაგრამ ის რატო იყო უკანონო გაწეული ხარჯი გაუგებარია, როცა ვიღაცას უმასპინძლა, ან გვირგვინი მიიტანა კაჩინსკის საფლავზე თუ ვიღაცას საჩუქარი გაუკეთა საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე, ხო? ხო, მაგრამ ეს ხარჯი რო იყო, აი ამის გამო ამას მოაბეს კუდი და ადამიანი მე-4 წელია ციხეში და იქ რო რამე უკანონობა ყოფილიყო, რომელიმე პოლიციელის მიერ არცელებენ იმას, რომ თურმე თელი ოჯახის ჩახოცვა უნდოდათო. თუ ოჯახის ჩახოცვა უნდათ, მარტო 2 რატო დაიღუპა და 3 რატო დავაპატიმრეთ და მადლობა ღმერთს რატო არიან სახსალამათი ოჯახის წევრები, ხო? ანუ 2 სპეცრაზს უნდოდა ჩახოცვა და ვერ მოახერხეს? ხო, ნუ აი ეს მარტა აი ამ თემაზე სპეკულირება და ეს სიბინძურე და ერთი აზრი ისა, რომ თურმე ადამიანი ხელგაკოჭილი დააკავეს და მეერე დახვრიტეს. ხო? ანუ ხო იქ ხო ერთი ადამიანი არ იყო. იქ ხო ამდენი პოლიციელი იყო. თელი ამ 13 წლის განმავლობაში 200-მდე პოლიციელი ყავთ და სპეცრაზმელი ყავთ დაკითხული. ეს საქმე ღიაა დღემდე. არ ხურავენ, იმიტომ რომ მაშინ უნდა თქვა რომ არავინ დამნაშავე პოლიციელი არ ყოფილა. არ ხურავენ დღემდე რომ ეს ბინძური პროპაგანდა აწარმოონ. და ამიტომ გამოიტანეს იმ ღალატის კომისიაზე რომ სწორედ აი ეს თემა წამოეწიათ, რომ აი როგორი პირსისხლიანები ვართ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მაგრამ იქ კოვზინასარში ჩაუვარდათ, იმიტომ რომ იხულა ადამიანებმა, რომლებიც მანამდე არ ლაპარაკობდნენ, ну რატომღაც, მაგრამ მერე მაინც ამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, თქვენს აი როგორ გაუბედურეს ხალხი, აი მაგალითად ერთი დადეშქელიანი ყავთ მოკლული, ერთად იქეიფეს, სახლამდე მიაცილეს და თავის სახლის ღობესთან მიაცხრილეს. რატო? არავინ არ იცის. არც იმ დადაშქენიანების ოჯახმა იცის. არავინ არ იცის. აი ერთ-ერთმა მისმა ძმისშვილმა დაწერა ბექა დადაშქენიანის ის წავიკითხე პოსტი და ასე ადამიანები სახში როგორ უვარდებოდნენ რომ ვიღაცის მანქანა მართებდა ვიღაცას რაღაცა იქ მამა როგორ მოუკლეს ძმა როგორ მოუკლეს აი ესეთი ისტორიები ხალხმა მოყვა მე ბევრი რაღაცა მეც არ ვიცოდი აი ეს აბსოლუტური მანიაკები ოღონდ ტყვიამრქვევები და ავტომატებით შეარაღებულები როგორც კი დაინახეს ვერტფრენები რომ მოდიოდა ნუ ახლა ბუნებრივია გუგუნი იქნებოდა ხო გაუხსნეს ვერტფრენებს ცეცხლი და ერთ-ერთ ვერტფრენს, რომელსაც მადლობა ღმერთს, მაშინ მართავდა შამილ ქორქოშაძე, ესეთი ფრინავი არის 100, აი ძალიან მაგარი ფრინავი. მადლობა ღმერთს, რომ ის იყო იმ მომენტში, იმ ვერტფრენში, ის ვერტფრენი ისე დააზიანეს, რომ უბრალოდ უნდა ჩამოვარდნილიყო და მინიმუმ 20-25 სპეცრაზმელი და ის ეკიპაჟი ამობუგულიყო. უბრალოდ სასწავლებრივად მისმა პროფესიონალიზმმა გადაგვარჩინა და დასვა ის ვერტფრენი. ჯერ კიდევ ჰაერში იყვნენ ვერტფრენები რომ ცეცხლი გაუხსნეს. იმიტომ რომ ეგრე იყვნენ მიჩვეულები რომ აი როგორც კი პოლიცია გამოჩნდებოდა ისინი ესროდნენ და პოლიცია ყუდამოძუებული გარბოდა. ეგრე იყვნენ მიჩვეულები. კი ეხლა რაღაცა ახალი სიტუაცია გაჩნდა, მაგრამ მიფიქრეს რომ ეხლა ხუთი კაცი რო ესვრის ავტომატს და ტყვიამრქვევს, ეგრე ადვილი არ არის რომ ტყვიაზე წახვიდე. მაგრამ ის პოლიციელები მართლა თავის სამშობლოს სამსახურში იყვნენ, მოტივირებულები იყვნენ. და დასხდნენ კიდევაც ის ვერტფრენები და შესაბამისად იმოქმედეს როგორც უნდა ემოქმედათ იმ ხალხის წინააღმდეგ ვინც მათ ესროდა. და აქედან გამომდინარე ორი ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა, არავის არ უხარე, არავის ამ ქვეყნიდან წასვლა და ეს არ იყო ამოცანა. ხო, პირიქით, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებით იმ ორისგანაც და ვითომც არაფერი წულუკიანი ამას წინ ყვებოდა რომ კიდევ ერთიო დასერესო და აი მოკლესო და მერეო ისეო გადაფარებული ქონდაო თითქოსო კიდევ ერთს მესამეს და აიო გაცოცხლდაო და ნუ მერე ვეღარ მოკლეს იმიტომ რომ მეზობლები უყურებდა ამას ჩემი თვალით უსმენდი და უყურებდი ამას წინ აი საზოგადოებრივ ტელევიზორზე ამას ყვებოდა და ის დანარჩენი კიდევ ორი რო იყვნენ და ერთ-ერთი რო მათი მონა მურავიოვი ის საიდან გაჩნდა
რომ ის ვერ შეამჩნიეს ნემსის ხუთში გაძვრა და მე აღმოჩნდა საპყრობილეში? თუ აი რანაირად მოხდა ეს? აი ამგვარი უტიფარი ტყუილებით ცდილობენ საზოგადოებას თელი ეს 13 წელიწადია რომ აი გადარიონ ხალხი რასაც ქვია რომ აჩვენო რომ აი ეს სააკაშვილი ბარამიძე ესენი აი სისხლის მსმელები მე იქ ხო მე კუბდარი მოითხოვაო საჭმელათო ღმერთი რჯული კონსერვი ვჭამეთ იქ გიყვართ კუბდარი ისე ძალიან მიყვარს კუბდარიც მიყვარს ხარჭაპურის მიყვარს ჭადი და ყველის მიყვარს და საცივის მიყვარს და ნორმალური ქართველი ვარ ნორმალური ადამიანი ვარ სვანეთიც მიყვარს და განსაკუთრებით მიყვარს იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი აქცია აი ჩემს სახშიც მიკიდია სურათი მერაბ კოსტავასი მის გვერდით ხუდოჰესის აქციაზე ვართ მერაბ კოსტავა ყველაზე ცნობილი ფოტოა და მე ცხადია წაშილები ვართ მე დგას ზურაჟვანია და დგავარ მე და იქიდან ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდობაში სვანეთში ჩავედი და ისე შემიყვარდა რომ ვამაყოფ ამით და ჩვენი ხარით და ჩვენი ქვეყნი და ისე წარმოაჩინეს თქვი გეგონება მეს ამ ბანდიტების და მკვლელების წინააღმდეგი კი არ ვიყავი არამედ თელი სვანეთის წინააღმდეგი ყოფილვარ არა და თელმა სვანეთმა და მესტიამ განსაკუთრებით კარგად იცის რაც მოხდა ამ ბანდის დაპატიმრების შემდეგ და რო ეს ბანდა აღარ აკონტროლებდა სვანეთს როგორ განვითარდა სვანეთი ხო რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ხო გზიდან დაწყებული მე მთელი კურორტებით და ასე შემდეგ ხო რა გააკეთა ხოლოდ იმის გამო რომ შესაძლებლობა მოგვეცა რომ იქ კრიმინალს აღარ ეთარაშა და თურმე ჩვენ თურმე გვეზიზღება სვანეთი და გვეზიზღება სვანები და ამოხოცვა გვინდოდა და რაღაცა უბედურება გვინდოდა აი ესეთი უტიფარი ტყუილები აი ესეთი მართლა იაფასიანი მაგრამ პროპაგანდა რომელიც ბევრ ადამიანზე ჭრის იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენს ადამიანი როგორ შეიძლება რომ ამას ტყუოდე რომ თურმე ბავშვების მოკლა უნდოდა იმ სპეცრაზს და ბავშვებიო გააჩუმესო რომ აღარ იყივლოთო და ბავშვებიო რომ გაჩუმდნენ და აღარ ყიოდნენო სპეცრაზმაც შეწყვიტა სროლა იმიტომ რომ ჩათვალო რომ ბავშვები უკვე ამოხოცეს და ამოცანა შეასრულესო აი წარმოიდგინეთ ეხლა აი ამისთანა რაღაცას რო იტყვის ადამიანი თან ეს არის პასუხისმგებელი პირი დღეს ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ვიცე-სპიკერი ხო არ ვიცი ეხლა ამაზე აუცილებლად ალბათ უნდა რაღაცა პასუხისმგებლობა დადგეს ამ ადამიანის ახლა დღევანდელ სასამართლოში რო უჩივლოს კაცმა ცხადია ხო რა შედეგიც იქნება მაგრამ ამ ცილის წამებაზე აუცილებლად უნდა აგონ პასუხი და კიდევ ერთხელ ვამბობ ორი ადამიანი ვინც ყველაზე უფრო თავზე ხელაღებული ბანდიტი და მკვლელი იყო და ვინც ყველაზე მეტად ესროდა ალბათ სპეცრაზმელებს ისინი იყვნენ ლიკვიდირებულები და სამი დააპატიმრებს აი რომ დააპატიმრეს ერთ-ერთი მათ შორის კიდევ ერთხელ ხას უსვამ მონა ყავდა სახში რუსი მონა ეთნიკური მურავიოვი გვარი თუნდაც ვიმახსოვრებ გვარებს მაგრამ ეს გვარი ნახდათ არ მომივა გონებიდან აი ეს ადამიანი ბანდა დააპატიმრეს პოლიციამ ჩამოიყვანეს კოპიტნარის აეროპორტში იმ ვერტფრენში ჩავსხედით მე და ვანო მერაბიშვილი და იმ ვერტფრენში გავფრინდით რა თქმა უნდა რომ გვენახარ რა სიტუაცია არის სპეც ოპერაციის შემდეგ ამათმა წარმოაჩინეს რომ ამის არის იქ ვიყავით და რა ვიცი მე ვხოცავდი ყველას იმ ხალხს და რა ვიცი ისიც კი თქვეს არ ვიცი რაღაცა მომენტში იმის ამ ოჯახის ქალბატონმა რომ ჩემ შულსო ოქროს ბეჭედი ეკედაო და თითი მოაჭრესო ანუ ოღონდ ამას მოაჭრეს ისე ამბობენ რომ აი იგულისხმება რომ შეიძლება ბარამიძემაც კი მოაჭრა ხო პოლიციელმა ხო მოაჭრა და რომ აი მე მოვაჭერი და ის რა ქვია ეს საქორწინო ბეჭედი არ ვიცი ალბათ დავალომბარდე ალბათ არ ვიცი და თან კუბდარი შევჭამე იქვე ხო ნუ აი ეს მარაზმი არა და ხო რა ქვია იწოდაო სახლიო ადამიანი ცოცხალი ადამიანი შიგნით იყო ჩვენ რო ჩავფრინდით ის მათი სახლი სადაც გაძეძგილი იყო იარაღით ჯერ კიდევ ტყვია წამალი სარდაფში ფეთქდებოდა აი მაგ მომენტში სახლი ფაქტიურად დამწვარი იყო მივედი ნახე ხო ანუ ჩავედი როცა ამხელა უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ტარდება ხო ვალდებულად ჩავთვალე თავი თორე შემელოს საერთოდ არ შემეწუხებია თავი და მე და ვანო მერაბიშვილა უშუალოდ საჭოს დივანი იყო ჩავფრინდით იქა რომ გვენახა ადგილზე ხალხს დავლაპარაკებოდით მე იქიდან გადავფრინდით მესტიაში ჩავფრინდით მესტიაში შევხვდით ხალხს
ჩვეულებრივად რაც ჩვენი პოლიტიკური ასე ვთქვათ ხელმძღვანელობის როლი არის ასეთ სიტუაციაში სახელმწიფოს განვითარების კონკრეტულ მომენტში რომ ხალხთან კომუნიკაცია გქონოდა და იქვე სიტუაცია რომ რაღაცა კონტროლიდან არ გასულიყო იქვე რამე სხვა კიდე დამატებით არ მომხდარიყო რაღაც ხვერპლი არ ყოფილიყო იმხელა ძალა იყო ხო იმას ყველაფერს პასუხისგებლობა ჭირდებოდა და ჩავფრინდით ვიგზენით ეს პასუხისგებლობა რომ მიუხედავად იმისა რომ სპეცოპერაცია დასრულდა დაპატიმრებული დააპატიმრეს არც ერთ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია და იმ ორ კრიმინალს მოხდა ასე რომ ბუნებრივი აჯობა სპეცრაზმელებმა, იმიტომ რომ ის კრიმინალები 14-ში ესროდნენ ესე კალაშნიკოვს, ტყვიამქვევს ადამიანებს და ის სპეცრაზმელი კიდე ტყვიაში აჯენს 500 მეტრში, ხო? ის არის იმის პროფესია და ბუნებრივია მოუგებდა იმას როლაში. ის რო ესროდა, ამანაც ესროლა და მოუგოს როლაში. აი რა არის მაგაში გასაკვირი. და რა არის მაგაში ან სპეცრაზმის დანაშაული, პოლიციის დანაშაული, ან შინაგან საქმეთა მინისტრის დანაშაული. პირიქით, რაც მოხდა მე ადრევე 2013 წელს ნინო ჟიჟილაშვილის ინტერვიუ არის და იქ მეკითხება რომ რამეს ხო არ ნანობ თუ ან სხვანაირად ხო არ რა უნდა გამეკეთებია სხვანაირად არ მიგვეღო დაკავების ვთქვათ გადაწყვეტილება რა მან მიიღო პროკურატურა მაგრამ ჩვენ რომ არ დავმორჩილებულიყავით არ გაგვაგზავნა პოლიცია იმდენი არ გაგვეგზავნა სპეცრაზმი არ ჩაგვერთო თუ რა უნდა გვექნა აი რა განსხვავებული რა შეიძლებოდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეკეთებია და თქვათ შინაგან საქმეთა მინისტრს რა განსხვავებული ბრძანება უნდა მიმეცა რომ არ დააკავოთო ან თუ გესურიან ყუდამოძუებული გამოიქეცით იქიდანო აი რა ბრძანება უნდა მიმეცა სხვა ან ძალები რატო იყო ბევრი აი ესე იდიოტური შეკითხვა აი ხო ახსენი ხო რატომაც იყო ბევრი და რატომაც უნდა ყოფილიყო და თუ შესაძლებლობა იქნებოდა მეტი უნდა ყოფილიყო ხო აი რა უნდა გაგვეკეთებია სხვანაირად და უფრო მეტიც სხვა რა უფლება გქონდა რომ მოქცეულიყავით თუ სახელმწიფო ხარ თუ ხელისუფლება ხარ თუ ქვეყანა ხარ რა სახელმწიფოს უნდა ეშინოდეს კრიმინალის ადამიანი ავიდეს მის ერთ-ერთ რეგიონში და ეს სიტუაცია უნდა მოითფინოს და შეინარჩუნოს და შესაბამისად კიდევ ერთხელ ახსენი რატო უნდა ყოფილიყვნენ ესენი დაპატიმრებული ყველანი ერთად და არა ცალ-ცალკე რომ არ გაეტაცათ და რამე უბედურება არ გაეკეთებიათ იმათ მისი დაპატიმრებაც იმ მომენტში ვერ მოხდებოდა. ამიტომ უნდა ყოფილიყო ერთად დაპატიმრებულები. და დანარჩენი იმათი პასუხისგებლობა იყო თუ იცოდნენ რომ შვილები და შვილიშვილები ყავდათ სახლში, რატო ესროლეს პოლიციას. დალოცვილო თუ იცი რომ ბავშვი შეეშინდება, რასაც საყვედურები რომ აი ბავშვები შეაშინესო. პოლიციამ შეაშინო. კი შეაშინა, რა თქმა უნდა, შეეშინდებოდა ბუნებრივია. მაგრამ შენ ვინც მამაკაცი რო ხარ სახლში, რაც არ უნდა სისხლის მსმელი იყო და პირსისხლიანი იყო, თუ შენ შვილებზე ფიქრობ და შვილიშვილებზე, რატო ესწორი პოლიციას? და კიდევ ერთხელ მომო, პოლიციას რო პირველი ესროლეს, არის უამრავი ფაქტი და მათ შორის დაზიანებული ვერტფრენი და არის იმდენი, რა ვიცი, 500-ზე მეტი პოლიციელი. ამის მოწმე. და ეს ესე რო არ იყოს, ეს ადამიანები უამრავი პოლიციელი მათ შორის თქვენი მონამორჩილის აქამდე დაპატიმრებული ვიქნებოდით 13 წელი კი არ დაჭირდებოდა ამას 13 დღეც არ დაჭირდებოდა და კაი 13 დღე გავიდა 13 კვირა გავიდა 13 თვე გავიდა რა ვერ გაიგეს მაგრამ ყველაფერი კარგად იციან მაგრამ მე ერთადერთი რამ გაიგეს რომ აი ამ თემით სპეკულირება შეიძლება ამ თემით ასე ვთქვათ რაღაცა ტალახის სროლა კვლავ შეიძლება და დღემდე უნდათ რომ ეს გამოიყენებიათ მაგრამ ამ ჯალათეას ამ ღალატის კომისიაზე ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში იმიტომ რომ ხალხმა ხმა ამოიღო და დაინახა და გაიგო ესენი იყვნენ თუ არა იმის განკეთებლები რასაც ქვია რომ პოლიციისთვის ესროლათ თუ არა გაბედავდნენ თუ არა და იკადრებდნენ თუ არა იკადრებდნენ კი არა უბედურებას ჩაიდნენ სულ ამობუგავდნენ თელ იმ პოლიციელებს მაგის საშუალება და უნარი რომ მიცემოდათ აი ეს არის თელი ეს ისტორია ამ კრიმინალ ყაჩაღ სასტიკ მკვლელ აფრასიძეებზე სვანეთის და საქართველოს შემარცხენელ აფრასიძეებზე რომელთა პრობლემა ჩვენმა ხელისუფლებამ მოაგვარა და არაფერი პიროვნული არ მაქვს არავისთან ნამდვილად არავის სიკვდილი არ მიხარია მაგრამ ვამაყობ რომ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი რომლის დროსაც სხვა პრობლემებთან ერთად მათ შორის ეს პრობლემაც მოუგვარდა ჩვენ ქვეყანას